ზიამაღლობელი სიტყვები იმდენად სანამ გვიან არ არის პირდაპირი მნიშვნელობით მივიღეთ დავალებად და ვთქვით რომ ზია ვიბრძვით მიუხედავად იმისა რომ რეალობა ძალიან ძიმე არის ესე დაიწყეს ყველაფერი რომ ჩვენთან მოვიდა გავატონი ეთერის მეილი რომელიც ძალიან ბიოლას და ძალიან მორიდებულად გვეკითხებოდა შეგვიძლია თუ არა რაიმე სახის დახმარება პროფესიულად და ჩვენთვის ეხლა როგორ ვთქვა გასახარია ამ ვითარებაში ეს ყველაფერი მაგრამ საპატივცემულო არის რომ თუ შეგვიძლია რომ აი ამ ვითარებაში რაიმე სახის დახმარება მაინც გავწია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი პროექტი შედგა ერთი პროექტი იყო რომელსაც ჩვენ 12 მოქალაქეს ვეძახით ეს არის მარტივი ვიდეო სადაც ვთხოვეთ 12 სხვადასხვა პროფესიის ადამიანს რომ თავიანთი აზრი გამოეხადა მზიამაღლობელი საქმის შესახებ და ეს ამბავი არც ამ ქვეყნის წარსულში არც ამ ქვეყნის აწმყოში და არც ამ ქვეყნის მომავალში არ ჩნდება არანაირ წესში, კანონში, გაგებაში, რომელთაც რა ვიცი, დიდი ხნის ვარ და მე ამ საზოგადოებას უცხოვრია, მით უმეტეს კაცურ გაგებაში ეს არ ჯდება. აი ესეთი სამართალი, ესეთი დამოკიდებულება ქალის მიმართებაში, ესეთი დამოკიდებულება დედის მიმართებაში, ესეთი უსამართლობა და ასე გაწირვა ქართველი ქალისა, ეს სრულიად შეუსაბამოა ყოველგვარ ქრისტიანულ ზნეობრივ მორალურ წესებთან. ხალბატონი ზიას მიერ გაწმულ სილაზე, სილის ფიზიკურ ტრავმაზე ლაპარაკი ლოგიკაში არ ჩნდება. თავისუფლება თავისუფალი სიტყვის და აზროვნების გარეშე წარმოუდგენელია. ჩემთვის მზია ამახლობელი ამ ყველაფრის სიმბოლოა. არაფერში არ ჩნდება თავისუფალი სიტყვის სიმბოლოს დაწესება. სისტემის მიერ პოლიციის პოლიტიკური მიზნით გამოყენება პოლიციის პატივისცემა არ არის. პოლიციელის მოქმედება მზიამაღლობელის თაკავებამდე, თაკავებისას, თაკავების შემდეგ და სასამართლოშიც მუნდირის დაცვაში არ ჩნდება. პირველი პოლიტპატიმარი ქალის შემთხვევა რომ ჩნდება ჩვენს ქვეყანაში, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში ნამდვილად არ ჩნდება. ჰუმანურობის არც ერთ კატეგორიაში არ ჩნდება. მზიამაღლობელის საქმე უბრალოდ არაფერში არ ჩნდება. ამავე პროცესში დაიბადა მეორე აზრი რომ შეგვექმნა გაზეთი სპეციალურ გამოშვება რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სათაურებით მოყვებოდა იმ ჟურნალისტიკურ ეთიკის შესახებ რომელსაც მზიამაღლობელი ამდენი წელია ემსახურება და 2004 წლიდან 2025 წლამდე ბათუმელების და ნეტგაზეთის მხოლოდ სათაურებით მოვყევით თუ რას წერდა ეს ორი გამომცემლობა და რამდენად სწორხაზოვანი იყო ეს ხაზი და იქნებოდა ეს ასლან ამაშიძის მმართველობის პერიოდი თუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი თუ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდი მისი სამუშაო გზა იყო ერთადერთი და ეს იყო ელაპარაკა იმ პრობლემებზე და ელაპარაკა იმ სიმართლე რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა და მთელი ეს წლების ისტორია 20 წელი, რომელიც ბათუმელებს აქვს ალბათ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ქვეყნის განვითარებაში ჩადებული დემოკრატიის კესვლაში, ნამდვილი სიტყვის გავრცელებაში, სიმართლის გავრცელებაში ამ გაზეთში არის თავმოყრილი და არის ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის გამოცემა, რომელიც თავს უყრის სათაურებით ამ ყველაფერს. კი, აუცილებლად. თუ ოდესმე ჩაგივარდებათ ხელში ეს გაზეთი, უბრალოდ გადაიკითხეთ. მარტო იმაზე არ არის საუბარი მზიამაღლობელი რას ემსახურებოდა. ასევე იმაზე, როგორ ხანდახან წრეზე დავდევართ და ეს პრობლემები როგორ არასდროს არ მთავრდება და რამდენად სულ არის და დასკვნა ჩვენთვის არის, რომ ერთადერთი დანაშაული რომელიც მზიამაღლობელს ჩადენილი აქვს არის სიმართლის საუბარი ამდენი წლის განმავლობაში და ამ გამოცემის სულ ბოლო სათაური არის ამბავი მისი დაკავების შესახებ. თან ამ გაზეთმა მოიგო ცოტა ხნის წინ შავი ზღვის ფესტივალზე ბათუმში, კრეატიულ ფესტივალზე, პრინტში და გამომცემლობაში ოქრო მთავარი გამარჯვებული გახდა და ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ისტორიულ გაზეთს გაძლევთ რომ ვიცოდეთ. წლევანდელი რედაქციაზე ხოდა კუთხე, სადაც ადამიანებს შეეძლოთ წერილი მიეწერა ზიასთვის
ეს რამე კიდე რაც მინდა ვთქვა არის ბლექსიზე ამ კონკრეტულ ფესტივალზე, რომელიც სარეკლამო ფესტივალია და ყოველწლიურად ტარდება ბათუმში. იყო სრული ერთსულოვნება მზია ამაღლობელის, ჩვენი სინდისის პატიმრების, ბრძოლის, რაშიც უკვე 293 დღეა ვართ მთელი ქვეყანა. ვცნობდით ფაქტობრივად თავს უსწავლოზე არა ფიზიკურად, მაგრამ ნამდვილად ეგ შექმნება გქონდა, რომ ესეც იყო ბრძოლა და მე ვთქვი, რომ ყველა პლატფორმა, რაც ჩვენ გვაქვს ეს ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სოფლიოს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საბრძოლოდ და ეს ფესტივალი იყო ამის კარგი მაგალითი. ხანდახან სიმართლე ძალიან თვალსაჩინო არის და არ შეიძლება მისი უგულებელყოფა და მართლა ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის.